ახლა შევაერთოთ მთელი ის ინფორმაცია და წარმოვიდგინოთ რა ხდებოდა ქერჩთან. საბჭოთა ჯარისკაცების ხედან ნავებში და უახლოვდებიან ნაპირს, ქერჩის ცაზე გერმანული ავიაცია გამოჩნდა. მათ უსწრაფესად დაიწყეს საბჭოთა დესანტზე თავდასხმა. ფრონტზე რამდენიმე ოფიცრის თანხლებით ჩავიდა სტალინის ფავორიტი და ნდობით აღჭურვილი პირი და აი ჩვენ მივდივართ აი ამ ვიდეოს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. ამით ყირიმის ნახევარკუნძულზე საბჭოთა კავშირი დასრულდა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დღეს როგორც მიხვდით, ქერჩის ბრძოლაზე ვისაუბრებთ. სულ რამდენი ათეული ათასი ქართველი დაეცა ქერჩის ბრძოლაში, ზუსტად არავინ იცის 1951 წლის შემოდგომიდან 1952 წლის გაზაფხულამდე, განსაკუთრებით მაისში, გერმანელებმა გაუგონარი და დანაკარგი მიაყენეს საბჭოთა კავშირს. და აქ ალბათ ძირითადად იგულისხმება კავკასიის ეთნიკური შენაერთები, მათ შორის ქართული შენაერთი. მაისი ვახსენეთ და მაგალითად მარტო მაისში საბჭოთა კავშირის დანაკარგები იყო 160,000 ჯარისკაცი. ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ქერჩის ბრძოლაზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ რას ან ვის შეცდომას და შეცდომებს შეეწირა ქართველი ჯარისკაცები მეორე მსოფლიო ომის კონკრეტულად ამ ბრძოლაში. მანამდე დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყურადღებით შეერაღდით, ვინაიდან ჩვენ დიდი სამამულო ომის კონკრეტულ ერთ ეპიზოდზე ვისაუბრებთ, თუმცა ეს ეპიზოდი ქართველებისთვის ძალიან მტკივნეულ ბრძოლას ეხება. მე მახსოვს პატარაობიდან მიყვებოდნენ ჩემს დიდ ბაბუაზე, რომელსაც ჰქონდა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბრონი და ომში მაინც წავიდა. არსებობს ორი ვერსია, ერთი ის რომ თვითონ მოიხსნა ეს ბრონი და შემდეგ იქ ვინაიდან სოფელი დაცლილი იყო, თავის თანასოფლელებს, მეგობრებს ჩააკითხა ამ ომში და მეორე ვერსიით მას უჩივლა თანასოფლელმა და მოუხსნეს ეს ბრონი და 1951 წელს მას შემდეგ რაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის ნაწილი, ის გაიწვიეს ფრონტზე. მაშინ იყო 1900 წელს იყო დაბადებული, თუ სწორად მახსოვს და შესაბამისად იქნებოდა 51 წლის. მაშინ თურმე მისი შვილი, ერთ-ერთი შვილი, ბაბუაჩემი, ყოფილა 12-13 წლის და რომ გაუგია, რომ ფრონტზე მიყავდათ მამამისი, ყოფილა სხვა სოფელში და 20 კილომეტრი უვლია, თუ ურბენია თავის სოფლამდე, იმ ადგილამდე, საიდანაც მიყავდათ ეს ჯარისკაცოვანი ადამიანები, რათა მიესწრო მამამისისთვის და უკანასკნელად ამშვიდობებოდა, თუმცა ვერ მიუსწრია და სანამ ბაბუაჩემ ჩავიდა ამ სოფლამდე, ეს მანქანა გავიდა. ლავრენტი ჟღარკავა წავიდა ომში და მისი სიცოცხლე სწორედ ქერჩთან დასრულდა. ისევე როგორც 100,000-ობით ქართველისა. ერთი წლის შემდეგ ლავრენტის მეორე შვილი, უფროსი, ბაბუაჩემის ძმა, 17 წლის ბოჩია წასულა ომში მოხალისედ, უფიქრია რომ იქნებ მამასთან მოხვედრილი იყო ფრონტზე, თუმცა მას შემდეგ რაც ქუთაისში მცირე მომზადება გაატარეს ჯგუფთან ერთად, ის ბელარუსის ფრონტზე წაუყვანიათ და რამდენიმე თვიანი მომზადების შემდეგ ის პირდაპირ ფრონტზე მოხვედრილა და როგორც იხსენებდა თურმე ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე მისი რამდენიმე თანასოფლელი ბრძოლაში დაღუპულა და ბრძოლის ველზე დაცემულა. თავად ბოჩია სასწauლებრივად გადარჩენილა, მერე მიუღია მონაწილეობა ბრესტის დაბრუნებაში, შემდეგ კიონიგსბერგის ან დღევანდელი კალინინგრადის დაბრუნებაში, გათავისუფლებაში და ბრძოლა დაუსრულებია 1945 წლის 12 მაისს ომის დამთავრებიდან, ანუ ოფიციალურად ომის დამთავრებიდან, გერმანიის კაპიტულაციიდან 3 დღის შემდეგ პრაღაში ჯერ კიდევ იბრძოდნენ ვერმახტის ძალები, თურმე ჩეხოსლოვაკიაში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში და სწორედ პრაღაში დაუსრულებია ბრძოლა. თუმცა ეს სხვა ისტორიაა და ქართველების როლზე შეტევით ოპერაციებში და ომის ფინალურ ფაზაზე ჩვენ სხვა ვიდეოში ვისაუბრებთ და ახლა დავუბრუნდეთ ქერჩის ისტორიას. ბაბუაჩემი თურმე ხშირად დადიოდა უკრაინაში და ეძებდა მამის კვალს, თუმცა მამის კვალს მან ვერსად მიაგნო. ახლაც პერიოდულად პოვლობენ ქართველების საფლავებს, საერთო სასაფლაოებს
წარწერებს, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ჩამონათვალს და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ისტორიები მაიზულებდა დავფიქრებულიყავი რა მოხდა ყირიმში და რატო ამოწყვიტეს ასე მარტივად ქართველები და ზოგადად კავკასიელები გერმანელებმა. შესაბამისად ამ ვიდეოში შევეცადოთ გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში და ითვლიდნენ თუ არა დაღუპულ ჯარისკაცებს საბჭოთა კავშირში. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს სამხედრო ელიტა ძირითადად იყო წარმოდგენილი მეფის რუსეთის არმიაში გამოცდილი გენერლებით და სამხედრო მეთაურებით და მათი უმეტესობა ან ქვეყნიდან წავიდა 1921 წელს ემიგრაციაში. ან შეეწირა 1922-1928 წლების საბჭოთა რეპრესიებს. ამას დაემატა ის, რომ 1939 წელს საბჭოთა კავშირს და გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა კავშირმა ახალი ტერიტორიები მიიღო დასავლეთით. შესაბამისად, ახალი ოლქები დამატებით სამხედრო ძალას მოითხოვდა და თუ მანამდე ქართველები ჯარში მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მსახურობდნენ, ამ ზავის შემდეგ დაიწყო ქართველების გაწვევა საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაახლოებით 130,000 კაცი დასავლეთის მიმართულებაზე მოხვდა. 1941 წელს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელებმა გააზრებულად, ორგანიზებულად და მაღალ პროფესიონალურად შეუტიეს საბჭოთა ტერიტორიებს და დროის უმოკლეს მონაკვეთში მოსკოვამდე ჩავიდნენ. შესაბამისად, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ამ ტერიტორიებზე მსახურობდა, ან დაიღუპა, ან ტყვედ ჩავარდა. საქართველოში კი ომში გასაწვევა დარჩენილი იყვნენ მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანები, მათ შორის ბაბუაჩემი, როგორც გითხარით, ის 1900 წელს იყო დაბადებული, შესაბამისად 51 წლის გამოდიოდა. მაშინ ასეთი იყო გლეხების უმრავლესობა და ამ გლეხებს მათ დიდ ნაწილს არ ესმოდა რუსული ენა საერთოდ. შესაბამისად, საჭირო იყო ისეთი პირობები შექმნა, რომ ჯარისკაცს ბრძანება მაინც გაიგო. სხვა შორის და შემდეგ ნაციონალური ფორმირებების შექმნეს და სხვა შორის ეს ეპიზოდი, ანუ რუსული ენის არ ცოდნა, კარგად არის ასახული ქართულ სერიალში ქერჩი, სადაც იქ არის მონაკვეთები, სადაც ჯარისკაცებმა რუსული არ იციან და ამაზე ხუმრობენ ხოლმე. მსგავსი ეთნიკური დივიზიები ყავდათ სომხებს და სხვებსაც. ასე შეიქმნა 224 დივიზია, ეს დაიმახსოვრეთ 224 დივიზია, რომელიც ფაქტიურად გამოუცდელი ოფიცრებით და გლეხებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ბრძოლა აბსოლუტურად არ იცოდნენ. ეს 224 დივიზია შედიოდა 51 არმიის შემადგენლობაში. ჩვენ ამ ვიდეოში ბევრჯერ ვახსენებთ 51 არმიას და აქვე უნდა ხაზგასმით აღნიშნოს, რომ 224 დივიზია შედიოდა სწორედ 51 არმიაში, ანუ სადაც ვიგულისხმობთ ჩვენ ვიტყვით უბრალოდ 51 არმიას, გადადიოდნენ შეტევაზე, მიიღეს დანაკარგი, უტევდნენ გერმანელები, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ შორის იყვნენ ქართველები, ქართულთა ეთნიკური დივიზია 224 დივიზია. ეს დივიზია შეიქმნა და ჩამოყალიბდა 1942 წლის შემოდგომაზე, ანუ ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში. გერმანელებმა სწრაფი ტემპით მოახდინეს დიდი ტერიტორიების საბჭოთა კავშირის ძალიან დიდი ტერიტორიების ოკუპაცია და მიაღწიეს ყირიმამდე და იქ არის მცირე გასასვლელი, როგორც იცით, ვინც ახლა ადევნეთ რუსეთ-უკრაინის ომს თვალყურს, ცნობილია ეს გასასვლელი და ამ ტერიტორიამდე მივიდნენ გერმანელები და ამ ტერიტორიას 1941 წლის 26 სექტემბერს გერმანული ვერმახტის მე-11 არმიის ნაწილებმა გენერალ ერიხ ფონ მაშტაინის მეთაურობით მიაღწიეს. იქ ჯერ კიდევ არ იყო ჩასული, ჩამოყალიბებულიც არ იყო ალბათ ბოლომდე 224 დივიზია. შესაბამისად 51 არმიას, ოღონდ იმ ნაწილებს, ვინც იქ იდგა, მიეცათ ბრძანება, რომ დაეცვათ ყირიმის შესასვლელი ეს ადგილი, რათა გერმანელები უფრო ღრმად არ შესულიყვნენ იმ ნახევარკუნძულზე. თუმცა 20 ოქტომბრისთვის გერმანელებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 51 არმიისთვის დახმარება გაეგზავნა ოდესიდან. ჩავიდა ოდესიდან დახმარება ყირიმში, თუმცა გერმანელებმა ფლანგებიდან მოუარეს და იმიტომ რომ იმის გამო რომ ალყაში არ მოხვედრილი იყვნენ, ეს ჯარი ოდესიდან რაც იყო გაგზავნილი, სამხრეთისკენ დაიძრა. ხოლო 51 არმია დარჩა ქერჩის დასაცავად და განლაგდა დღევანდელ კამენსკოესთან. გერმანელთა ნაწილები სწრაფი ტემპით დაიძრნენ სამხრეთით და ქალაქ სევასტოპოლს შემოარტყეს ალყა, თუმცა ერთვიანი ბრძოლების მიუხედავად ვერმახტმა მისი აღება ვერ შეძლო. ამის შემდეგ გერმანელთა ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა
სამხედრო სტრატეგოსმა და უჭკვიანესმა გენერალმა მანშტაინმა შეცვალა ობრძოლის ტაქტიკა. სევასტოპოლის მიმართულებით ვერმახტის ნაწილების დიდი რაოდენობა გაგზავნა, ხოლო ქერჩის მიმართულებაზე მხოლოდ ერთი ქვეითი დივიზია დატოვა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მის დაბრუნებას და 7 დეკემბერს უმაღლესმა მთავარსარდლობამ რუს გენერალებს გეგმა დაუსახა, რომ უნდა მომზადებულიყო სადესანტო სამხედრო ოპერაცია ქერჩის დასაბრუნებლად და ოპერაციის გეგმა თავად ტოლბუხინის მიერ იყო შედგენილი და ითვალისწინებდა 51 და 54 არმიების ერთდროულ გადასხმას ქერჩისა და ფეოდოსიის ნაპირებზე. შემდეგ ქერჩზე განლაგებული გერმანული ნაწილების განადგურებას და ნახევარკუნძულის მთლიანად აღებას. საბჭოთა ჯარების ყირიმის ნახევარკუნძულის ნაპირებზე გადასხმა უნდა მომხდარიყო რამდენიმე ადგილას 250 კილომეტრიან სივრცეზე, ფეოდოსიასა და ქერჩს შორის. 1941 წლის 25 დეკემბრის საღამოს საბჭოთა კავშირის 224 მსროლელთა დივიზია, გახსოვთ ალბათ რომელი დივიზია ეს, და 93 საზღვაო ქვეითი ბრიგადა ტამანის ნახევარკუნძულზე პატარა ნავებში შეიკრიბა და ქერჩის სრუტის გავლით გადაადგილება დაიწყო. ერთ-ერთ ჯგუფში, რომელმაც მიაღწია ქერჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხრონის კონცხს, იყო ქვემეხი სატრანსპორტო ნავები, კრასნი ფლოტი და პიენაი, 2 საავტომობილო ბარჟა, რომლებზეც 3 მსუბუქი ტანკი T-26 და რამდენიმე საარტილერიო დანადგარი იყო განთავსებული, ასევე 16 სათევზაო ნავი. თუმცა მალე სადესანტო ხომალდები უბრალოდ თევზმჭერი ნავებით შეიცვალა, შესაბამისად ამან საბჭოთა კავშირის ჯარების გადმოსხდომის ტემპი შეანელა. თუმცა ხრონის კონცხზე რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გადასხმა მოხერხდა. შემდეგი იყო ზიუკის კონცხი, სადაც 6 საათის განმავლობაში 290 ჯარისკაცი გადავიდა ნაპირზე, თუმცა რამდენიმე გემი კლდოვან სანაპიროზე ჩაიძირა. ტარხანის კონცხზე ნავების ნაკლებობის გამო 1000 კაციანი მესამე ჯგუფიდან 18 კაცი გავიდა სანაპიროზე. ხრონის კონცხის დასავლეთით ბულგანაკის ყურეში აზოვის ფლოტილიიდან გადასხმული იყო 1452 ჯარისკაცი, 3 T-26 ტანკი, 2 76 მმ-იანი ჰაუბიცა და 2 45 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი. და შეჯამების სახით შუა დღისთვის წითელ არმიას ქერჩის ჩრდილოეთით სანაპიროზე გადასხმული ყავდა დაახლოებით 3000 მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცი. თავდაპირველად გერმანიის წინააღმდეგობა იყო მინიმალური, თუმცა 10 საათისა და 50 წუთისთვის ქერჩის ცაზე გერმანული ავიაცია გამოჩნდა. მათ უსწრაფესად დაიწყეს საბჭოთა დესანტზე თავდასხმა. სატვირთო გემი ვოროშილოვი ტარხანის კონცხზე დაიბომბა და ჩაიძირა 450 ჯარისკაცთან ერთად. კიდევ ერთი გემი, რომელიც მეორე ჯგუფიდან იყო და მასზე 100 კაცი იმყოფებოდა, ასევე დაიბომბა და ჩაიძირა ზიუკის კონცხთან. რადიოკავშირის არარსებობის გამო ქერჩის ჩრდილოეთით მსუბუქად შეიარაღებული და ნახევრად გაყინული საბჭოთა ფორმირებები მხოლოდ 1 კილომეტრით შევიდნენ ხმელეთზე. მერე გაჩერდნენ და დაიწყეს კონტრშეტევისთვის მზადება. თუმცა მათ საკომუნიკაციო კავშირი მეთაურებთან თითქმის არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი ელოდნენ დახმარებას, რომელიც სამთვის არახელსაყრელი პირობების გამო 3 დღით გადაიდო. მათ დასახმარებლად არც არავინ მისულა. 29 დეკემბერს ფეოდოსიის სანაპიროებს უკვე 54 არმია მიადგა. დესანტის რაოდენობა ოპერაციის დასაწყისში შეადგენდა დაახლოებით 40000 ადამიანს. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ფეოდოსიის სანაპირო უფრო ხელსაყრელი იყო დესანტირებისთვის, რადგან იქ იყო პორტი. შესაბამისად იმ ადგილას საბჭოთა ნაწილების დესანტირება გაცილებით კარგად მოხერხდა. ქერჩში კი დესანტირება პირდაპირ ყინულივით ცივ წყალში ხდებოდა. ჯარისკაცები მიაბიჯებდნენ კერდამდე ზღვაში და ყინვის გამო ცხადია დიდი იყო წითელ არმიაში დანაკარგი. რამდენიმე ხანში ქერჩის სრუტეც კი გაიყინა და ამის შემდეგ უკვე ჯარისკაცებს დესანტირება უწევდათ პირდაპირ ყინულზე და ამ ყინულის გავლით უწევდათ ნაპირზე გადასვლა. წარმოიდგინეთ როგორი ყინვა იყო, რომ ზღვა გაიყინა. ახლა შევაერთოთ მთელი ის ინფორმაცია და წარმოვიდგინოთ რა ხდებოდა ქერჩთან. საბჭოთა ჯარისკაცების ხედან ნავებში და უახლოვდებიან ნაპირს. ამ დროს გერმანელები მათ წინააღმდეგ იწყებენ სროლას, რაც კი გააჩნიათ მათ შორის საარტილერიო ყველაფერს ესვრიან. ზემოდან გერმანული ავიაცია ბომბავს და რა რჩება გამოსავალი ერთადერთი საბჭოთა ჯარისკაცს, რომ მათ შორის ქართველებს რომ გადახდნენ პირდაპირ წყალში. ამ დროს გლეხების უმეტესობა ცურვა არ იცოდა. ისინი არც იყვნენ ალბათ მზად ასეთ პირობებში თავდასვისთვის შუახნის ქართველებს
არც შესაბამისი ფიზიკური და არც მორალური მომზადება ექნებოდათ, ვინაიდან ეს ის ხალხია, ვინც თავისი ახალგაზრდული გონება იმის გააზრებაში გაატარა, რომ საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო მათი ქვეყანა. ქართველების უმეტესობა იმ სრუტეში დაიღუპა და ვინც გადარჩა, ხმელეთზე გადასვლის შემდეგ მათ თავის ზემოთ აწევის საშუალებაც არ ჰქონდათ, ვინაიდან გერმანელები არ წყვეტდნენ მათ წინააღმდეგ სროლას, ტყვიები მისდიოდათ ყველა მხრიდან, წინიდან, ზემოდან ბომბავდნენ და შემდეგ. თუმცა საბჭოთა კავშირი ცხადია არ ითვლიდა ჯარისკაცებს და დესანტირება გრძელდებოდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩაერთო 302 სამთომსვლელთა დივიზია და ქერჩის სამხრეთით ისინი გადავიდნენ კამიშ-ბურუნის მიმართულებაზე, სადაც მათ დახვდათ გერმანელების უკიდურესად ეფექტური წინააღმდეგობა. და ისტორიის ფურცლებზე წერია, რომ გერმანელთა 42 ქვეითი პოლკის მეორე ბატალიონმა საბჭოთა დესანტი გაანადგურა. ასევე საბჭოთა საზღვაო ქვეითი ასეულის სტარი კარანტიში გადამხდარა, თუმცა მაიორ კარლ კრაფტის პირველი ბატალიონის 42 ქვეითჯარის კონტრშეტევით ისინიც განადგურდნენ. მეორე ტალღა უკვე 07 საათზე დაიწყო. მათ მოახერხეს, რომ დაეკავებინათ ნავსადგური და გერმანელებს ოდნავ უკან დაეხიათ. ამან მისცა საშუალება, რომ კიდევ ერთი ტალღა დაწყებულიყო. წარმოვიდგინეთ რა რაოდენობის ჯარისკაცები იუტებდნენ ასეთ პირობებში ქერჩს. შესაბამისად მესამე ტალღაც გადასხდა სანაპიროზე და შუადღისთვის მათ უკვე აი ამ ნაწილებმა დასაყრდენი შექმნეს ყირიმში. თუმცა ლუფტვაფე განაგრძობდა სანაპიროსთან გემები ჩაძირვას და 5200 კაციანი კამიშ-ბურუნის სადესანტო რაზმიდან ნაპირზე მხოლოდ 2175 ჯარისკაცი გავიდა. ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად დესანტირება და წარმოიდგინეთ ამ პირობებში გადასხმული საბჭოთა ჯარისკაცები მეტნი აღმოჩნდნენ იქ გამაგრებულ გერმანელებს. ან წარმოგიდგინეთ რა რაოდენობის დესანტირება იყო დაგეგმილი და რა რაოდენობის ჯარისკაცები უტევდნენ ყირიმს, რომ ვინც გადარჩა, მაინც მეტი აღმოჩნდნენ იქ გამაგრებულ გერმანელებზე. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა შექმნა ეფექტური უპირატესობა სამხედრო ძალის კუთხით, გერმანელებმა უკან დაიხიეს და აქ საბჭოთა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა. ერიხ ფონ მანშტაინი თავის ჩანაწერებში ამბობდა: მოწინააღმდეგეს რომ შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ვერმახტის ქვეით დივიზიას დადევნებოდა, ასევე რუმინელებს, მდგომარეობა სავალალო გახდებოდა არა მხოლოდ იქ მებრძოლი გერმანული ნაწილებისთვის, არამედ მთელი მე-11 არმიისთვის. თუმცა საბჭოთა ნაწილებს ეს არ გაუკეთებიათ. მაგალითად, ქერჩის 51 არმიის მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ ნელი იყო, ხოლო 54 არმიას იმის ნაცვლად, რომ ფეოდოსიიდან დასავლეთის მიმართულებით ემოძრავა და გადევნებოდნენ უკან დახეულ მტერს, ისინი პირიქით შებრუნდნენ აღმოსავლეთით და დაიძრნენ 51 არმიასთან შესახვედრად. და უკან დახეულ გერმანელებს, ვინაიდან მოიხსნა მათი ზეწოლა, საშუალება მიცა, მოეწყოთ ახალი გამაგრებული ზოლი უკვე დღევანდელ კამენსკოეს დასავლეთით სივაშის სანაპიროსთან. 1942 წლის 2 იანვრისთვის საბჭოთა ძალებმა მთლიანად დაიკავეს ქერჩის მიმართულება, ანუ ეს ქერჩის ნახევარკუნძული მთლიანად დაიკავეს და გერმანელი ნაწილები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა საბჭოთა ძალებს პერეკოპსკის მიმართულებით შეტევა არ დაუწყიათ. ანუ ეს პერეკოპსკის მიმართულება არის, ჩვენ რაც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ, ის შესასვლელი ვიწრო ყელი, რომელიც დანარჩენ უკრაინასთან აერთებს ყირიმს. ამის გარდა იქ არ არსებობდა სამხედრო ჰოსპიტალი, ამიტომ დაჭრილი საბჭოთა ჯარისკაცები ჯერ ქერჩში გადაყავდათ, შემდეგ სრუტის გავლით ნოვოროსისკში და შემდეგ ყუბანში. 15 იანვარს გერმანელებმა მოულოდნელად შეუტიეს 51 და 54 საბჭოთა არმიებს. საბჭოთა ნაწილების რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, 18 იანვარს ვერმახტის ნაწილებმა ფეოდოსია აიღეს. 28 იანვარს საბჭოთა კავშირი მიხვდა, რომ ბრძოლას აგებდა, ამიტომ ყირიმში გადასხდა კიდევ ერთი არმია, 57 არმია, შესაბამისად ფრონტი გააძლიერა სატანკო ნაწილებით, არტილერიით და მსროლელთა დივიზიებით. და ყურადღებით, ამის გარდა ფრონტზე რამდენიმე ოფიცრის თანხლებით ჩავიდა სტალინის ფავორიტი და ნდობით აღჭურვილი პირი, პირველი რანგის კომისარი ლევ მეხლისი. ლევ მეხლისი სამხედრო საქმის სპეციალისტი არ იყო და მისი ყირიმის ფრონტზე გაგზავნა მოხდა იმის გამო, რომ იქ აიმაღლებინა საბრძოლო სული, რადგან მასზე წერენ, რომ ის გენერლებსაც კი ხვრეთ და შესაბამისად ის იქ მთავარსარდლობის ბრძანებების პირნათლად შესასრულებლად გააგზავნეს. გაძლიერებული საბჭოთა ძალები შეტევაზე გადავიდნენ 27 თებერვალს, როგორც ქერჩთან, ასევე სევასტოპოლში, თუმცა მათ ვერმახტის ძალებს ვერ აჯობეს. აპრილის დასაწყისში უკვე ვერმახტის ძალებმა მიიღეს
დიდი შევსება და გაძლიერდნენ სატანკო ნაწილებით. და როგორც ისტორიის ფურცლებიდან ვკითხულობთ, იმ დროს სწორედ მეხლისმა მიიღო გადაწყვეტილება და საბჭოთა ნაწილები განალაგა პარპაჩის მთების ჩრდილოეთ ნაწილთან. რამაც ეს ძალები ძლიერ მოწყვიტა ფრონტის სიღრმეს. ცხადია მანშტაინმა საბჭოელების ეს შეცდომა ხელიდან არ გაუშვა, სამხრეთიდან მოუარა და დაიწყო სამხედრო ოპერაცია Unternehmen Trappenjagd. ოპერაციაში პირადად ჰიტლერის ბრძანებით ჩაერთო მერვე საჰაერო ფლოტი Luftwaffe. და აი ჩვენ მივდივართ აი ამ ვიდეოს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. 1942 წლის 8 მაისს 04 საათსა და 15 წუთზე დაიწყო გერმანელთა შეტევა. საჰაერო დარტყმების შედეგად 51 არმიის დიდი ნაწილი განადგურებული იქნა. დაიღუპა თვით ამ არმიის მეთაური ვლადიმერ ლვოვი. ამავდროულად გერმანელებმა ჩრდილოეთით ცრუ შეტევის მანევრი განახორციელეს და შეუტიეს სამხრეთით, სადაც საბჭოთა არმია ნაკლებად იყო დაცული. თითქმის ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ საბჭოთა ძალებმა უკან დაიხიეს და ისინი გერმანელებმა ქერჩის სრუტესთან მიიმწყვდიეს. გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა არა მხოლოდ საბჭოთა ჯარი, არამედ დიდი რაოდენობით ტექნიკა, რამაც საბჭოთა ძალების დანებება გამოიწვია. 20 მაისს გერმანელები ქერჩში შევიდნენ. საბჭოთა ძალების ნაწილი ტამანის ნახევარკუნძულზე გაიქცა, ხოლო 182,282 ადამიანი, ვინც ვერ მოახერხა ევაკუირება, დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. თავად გერმანელთა მტკიცებით, ქერჩის აღების შემდეგ გერმანულთა ნაწილებმა 170,000 სამხედრო ტყვე აიყვანეს, თუმცა ტყვეთა შორის დიდი რაოდენობით უნდა ყოფილიყო ქერჩის მშვიდობიანი მოსახლეობა. თავად ვერმახტმა სხვადასხვა გათვლებით დაახლოებით 5,000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო თავად გერმანელებმა მთლიანად გაანადგურეს 44, 47 და 51 საბჭოთა არმიები. საბჭოთა კავშირმა დაკარგა იმ ბრძოლაში 300,000-მდე ჯარისკაცი, მათ შორის 10,000-ობით ქართველი. როგორც იცით, ვერმახტსაც ყავდა ქართული ლეგიონები და აქვე უნდა აღინიშნოს ვერმახტის ქართული ლეგიონების აქტიური მოქმედება. მათ ძალიან მალე მისდიოდათ ინფორმაცია დატყვევებულ ქართველებზე და ისინი ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ რაც შეიძლება კარგი პირობები ქონოდათ ქართველებს ტყვეობაში და ისინი თავისკენ გადაებირებინათ. უკან დახევისას ქერჩზე დარჩა დაახლოებით 10,000 საბჭოთა ჯარისკაცი, რომელთაც უნდა დაეცვათ მთავარი ნაწილები, სანამ ისინი ყირიმს ტოვებდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თავის შეფარება ქალაქ ქერჩის ახლოს მდებარე აჯიმუშკაის ქვის სამტეხელოებისთვის მოუწიათ. სამტეხელოები რკინის მავთულხლართებით შემოღობეს და დაიწყეს ძირითადი შესასვლელების აფეთქება და მათი ჩახერგვა. მებრძოლების ნაწილი ამოდიოდა და გერმანელებს ტყვედ სხვები კი ურთულეს პირობებში აგრძელებდნენ ბრძოლას. აჯიმუშკაის ქვის სამტეხელოებს საბჭოთა 56 არმიამ მხოლოდ 1953 წლის ნოემბერში მიაღწია. 1982 წელს იმ ადგილას აჯიმუშკაის ქვის სამტეხელოების გმირთა მემორიალი გაიხსნა. მანშტაინმა სევასტოპოლს ორი მხრიდან ორი მიმართულებით შეუტია, სადაც მან დაინახა, რომ ეს მხარეები, ეს მიმართულებები ნაკლებად იყვნენ გამაგრებული, ეს იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილები. გაამართლა მისი მოგეგმა და გერმანელებმა სევასტოპოლი აიღეს. ამით ყირიმის ნახევარკუნძულზე საბჭოთა კავშირი დასრულდა. ყირიმის დაკავებამ გერმანელებს სამხრეთის საბრძოლო მიმართულება გაუხსნა და საშუალება მისცა ბრძოლები კავკასიაში დაეწყოთ. თუმცა ეს უკვე ცალკე ისტორიაა და ამას სხვა ვიდეო დავუთმოთ. ახლა 2025 წელია და უკრაინელებს, რომელთაც ჯერ საბჭოელებმა გადაუარეს, გოლოდომორი მოუწყეს, ხოლო შემდეგ გერმანელებთან ბრძოლის ფრონტის ცენტრში იყვნენ, ახლა უკვე საერთო გენეტიკის მქონე ოკუპანტებთან თავისუფლებისთვის და გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. წარმატებები მათ ამ ბრძოლაში და ღმერთმა გაუმარჯოს ყველა ერს, რომელიც ჩვენს მტერს ებრძვის. და ჩვენ კი პატივი მივიღოთ და ღირსებით გავიხსენოთ ქართველი გმირები, რომლებიც ქერჩთან დაეცნენ ღირსეულად უთანასწორო ბრძოლაში მტერთან, რომელიც მე-20 საუკუნის უდიდეს ბოროტებად მიიჩნევა. დაეცნენ ღირსებით იმ ქვეყნის სამხედრო ფორმაში, რომელიც მათ სამშობლოდ არ მიაჩნდათ. თუ ყურადღებით უსმენდი ამ დრამატულ ისტორიას და გსურს მეტი გაიგო სამყაროზე, სუპერ ოპერაციებზე და ადამიანებზე, რომელთაც შეცვალეს სამყარო, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარის ღილაკს და დარჩ ჩვენთან. ჩვენ ხან მოგზაურებს დავემგზავრებით, ხან კოსმოსურ ხომალდზე ავალთ, ხან კი მეფეებს გავყვებით დიდ ომებში. ეს იყო ქართველთა ბრძოლის ისტორია. ახლა კი დროა გაიქცე რუტინიდან და შემოგვიერთდე.